მოგესალმებით ყველას. ნამასტე. დღეს ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის სიცარიელე და სიცარიელის სწორი განგება. ეს საკითხი არის ხოლმე ხშირად ბევრი დავის საგანი, ბევრი კვლევის საგანი. ბევრ ადამიანს აქვს სხვადასხვანაირი იდეა ამასთან დაკავშირებით. და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ გავიაზროთ, რადგან პრინციპში ბუდას სწავლება ეს არის სწავლება სიცარიელის შესახებ და შესაბამისად ეს არის რაღაც ცენტრალური მომენტი ამ სწავლებაში თუ ეს გავიგეთ კარგად, მაშინ ყველაფერ დანარჩენსაც კარგად გავიგებთ, იმიტომ რომ ეს არის ცენტრალური საკითხი, რომლის გარშემოც ტრიალებს ყველაფერი თეორიაშიც და პრაქტიკაშიც. და საერთოდ ბუდისტურ ტრადიციაში ითვლება, რომ ყველაზე კარგი ახსნა სიცარიელის ფილოსოფიურად შეძლო არიან ნაგარჯუნამ, რომელიც იყო ბუდისტი ოსტატი. და მას აქვს გარკვეული ნაშრომი დაწერილი მულა მადიამიკა კარიკა და ძირითადად როდესაც სჭირდებათ სიცარიელის ღრმა გააზრება ოსტატები ეხდნობიან აი ამ ტექსტს და ეხდნობიან ნაგარჯუნას. იმიტომ რომ თითქოს ნაგარჯუნა არის საუკეთესო სპეციალისტი აი ამ დარგში. და თავის დროზე ნაგარჯუნა იყო ცნობილი იმით, რომ ის ამარცხებდა დებატებში ყველა სხვა დენომინაციის ყველა სხვა ტრადიციის წარმომადგენლებს. მას ჰქონდა ძალიან ბასრი ლოგიკა და ფაქტიურად ყველა იჭრებოდა მასთან. და ამიტომ ეს სწავლება რეალურად არის მაჰამადიამიკას სკოლაში. მაგრამ ეხლა უნდა ვთქვათ ასევე ის, რომ ეხლა რასაც ვისაუბრებთ, იქნება ფილოსოფიური ახსნა სიცარიელეს შუნიატას, ხო? ეს არ იქნება გამოცდილება. ამ სიცარიელის გამოცდილებისთვის შემდეგ არის სხვა მეთოდოლოგიები. არის ერთი ვიდეო უკვე ჩავწერეთ მაჰამუდრაზე, მაჰამუდრა არის მაგალითად პირდაპირ გზა სიცარიელის გამოსაცდელად, მეორე არის თქვათ ზოგჩენი და ტანტრა. ამიტომ მოკლედ ეს უნდა განვასხვაოთ, რომ ერთი არის რომ გვესმის ფილოსოფიურად სიცარიელე, რაზეა საუბარი, რას გულისხმობენ ხოლმე, სწორად რომ შევძლოთ ამის გაგება. და მეორეა პრაქტიკულ გამოცდილებაში რომ გამოცადოთ და ეს სხვა ვიდეოს ნაწილია, ხო, სხვა საუბრის ნაწილია, სხვა განხილვის თემა, მაგრამ ეხლა ვისაუბროთ იმის შესახებ, რა არის სიცარიელე. ფილოსოფიურად გავაკვირდით. და სიცარიელე შუნიატა უდრის დამოკიდებულ წარმოშობას, თანადამოკიდებულ წარმოშობას. ინგლისურად ეს არის dependent arising, ანუ დამოკიდებული წარმოშობა. ანუ როცა საუბარი არის სიცარიელე, შეგვიძლია დავსვათ ტოლობის ნიშანი და მერე მივუწეროთ დამოკიდებული წარმოშობა. ახლა რას ნიშნავს ეს დამოკიდებული წარმოშობა? დამოკიდებული წარმოშობა ნიშნავს, რომ ყველაფერი რაც არსებობს, რაღაცები, ყველაფერი არსებობს დამოკიდებულად და დამოკიდებულად წარმოიშვება. მაგალითად, ცეცხლი წარმოიშვება, თქვათ, ბუნება შეიძლება შეშისგან და
შეიძლება ნაპერწკლისგან და ჟანგბადისგან, ხო? ანუ ცეცხლის წარმოშობა არის დამოკიდებული სხვა ფაქტორებზე, სხვა მიზეზებზე და ეს არის შედეგი ამის. ანუ ცეცხლს არ აქვს თვითმყოფადი არსი, ანუ თვითონ კი არ არსებობს ეს ცეცხლი, არამედ პირობები სჭირდება, რომ წარმოიშვას და პირობები სჭირდება, რომ შენარჩუნდეს. და როცა ეს პირობები მოცილდება, ცეცხლი ჯაგრდება და გაქრება. ეს ნიშნავს, რომ ცეცხლის არსი არის სიცარიელე. განა ის, რომ ცეცხლი არ არსებობს. არამედ ის, რომ ცეცხლის არსებობა არ არის თავისთავადი, თვითმყოფადი, უცვლელი არსი მას არ გააჩნია. და თუ დავუკვირდებით, ყველაფერი არის ესეთი აბსოლუტურად. ყველაფერი, რაც წარმოიშვება სამყაროში, ჩვენი სხეულების ჩათვლით, ჩვენი ფიქრების და ემოციების ჩათვლით, ყველაფერი წარმოიშვება რაღაც პირობებით, რაღაცა მიზეზებით. არაფერი უმიზეზოდ არ იბადება. ანუ რაღაცას ეყრდნობა, ყველაფერი რაღაცას ეყრდნობა. ყველაფერი რაღაციდან გამომდინარეობს და როცა ეს გამოდინება შეწყდება, როცა ეს პირობები დაიშლება, ყველაფერი ასევე დაიშლება. ხო, ეს შეიძლება სხვა ანალოგიც მოვიყვანოთ. მაგალითად მე მომწონს მთვარის ანარეგლის ანალოგი. წარმოვიდგინეთ, რომ ღამეა, არის სავსე მთვარე და ზღვაში ჩანს მთვარის ანარეგლი. და ეს მთვარის ანარეგლი წყალში არის ცარიელი, იმიტომ რომ ის წარმოშობილია დამოკიდებული წარმოშობით. ის დამოკიდებულია წყალზე, ის დამოკიდებულია ღამეზე, ის დამოკიდებულია სავსე მთვარეზე, აერის გამჭვირვალობაზე და ამის შედეგად ჩანს. საკმარისია რომელიმე პირობა მოცილდეს, მაგალითად აღარ იყოს სავსე მთვარე, არ იყოს წყალი, ან ღრუბლებით იყოს გადაფარული ზეცა, რომ ეს გამოსახულება არ იქნებოდა. ის ჩანს როგორც რაღაც თითქოს არის ნამდვილად, მაგრამ არ არის რეალურად რომ მოიძიო. ეს ერთ-ერთი მაგალითი. ან მეორე მაგალითი არის რაღაცის დაყოფა ნაწილებად, მაგალითად ადამიანი ავიღოთ და თქვათ დავსვათ შეკითხვა, რა არის ადამიანი? რომ ადამიანი არის მისი სხეული თუ მისი გონება? თუ ორივე ერთად არის. ხო, ანუ მაგალითად ადამიანი შედგება მისი გონებისგან და მისი ენერგიისგან და სხეულისგან, თქვათ, ხო? შემდეგ ნახავთ, რომ თქვათ, რომელია კონკრეტული ამ რაღაცების ერთობლიობა არის, შეიძლება ვთქვათ, ხო? ადამიანი არის ამ რაღაცების ერთობლიობა. და ეს ერთობლიობა თვითმყოფადი ერთობლიობაა, ანუ თუ რეალურად რა კრავს ამას ერთობაში. ხო? და დავინახავთ, რომ ის რაც კრავს ამას ერთობაში არის იდეა. რაღაცა ფუნქცია, რომელსაც ვანიჭებთ, რაღაც იდეა. მაგალითად, მანქანაც ასევე ვთქვათ. შედგება ძრავისგან, ბორბლებისგან, თქვათ, სავარძლებისგან, საქარე შუშისგან და ასე შემდეგ. რომელია ამ ნაწილებიდან კონკრეტულად მანქანა, ხო? თითოეული არც ერთი ნაწილი არ არის მანქანა. ეს მანქანა მთლიანობაში არის მანქანა, მაგრამ ეს ნაწილების ერთობლიობა ერთად კი არ არის მანქანა, არამედ იდეა, რომელსაც ვანიჭებთ, რომ ეს არის ტრანსპორტი. და მას შეუძლია ჩვენი გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეზე. მაგალითად, ამ იდეას ვერ მიანიჭებს მანქანას ჭიანჭველა, ხო? ეს ჩვენ ვანიჭებთ ფუნქციას და ეს ფუნქცია ხდის მანქანას მანქანად. და რა არის ეს ფუნქცია? ეს ფუნქცია არის იდეა.
ხო, ეს ფუნქციობის იდეა არის, რომელიც ჩვენს ქონებაში არსებობს. და მოგეთ ამგვარად თუ შევისწავლით, ან მაგალითად ბრაზი, საიდან წარმოიშვება, ხო, რაღაცა განაპირობა რაღაცამ, წინაფიქრი უძღოდა ასევე და ეს ჩემი ფიქრი, რაღაცა სიტუაცია და წარმოიშვება დამოკიდებული წარმოშობის ძალით ბრაზი. მაგრამ ის არის ცარიელი, იმიტომ რომ განპირობებულად არსებობს და როცა ეს პირობები დაირღვევა, ისე გათავისუფლდება, ხო? ესე არის ჩვენი სხეულიც, ესე არის ჩვენი ფიქრებიც, ემოციებიც და აბსოლუტურად ყველაფერი, ხო? ანუ სიცარიელე ეს არის დამოკიდებული წარმოშობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ უნდა ვთქვათ, რომ არსებობს ორი ჭეშმარიტება. ერთი აბსოლუტური ჭეშმარიტება და მეორე რელატიური ჭეშმარიტება. აბსოლუტური ჭეშმარიტების თვალსაზრისით ყველაფერი არის ცარიელი. აი ესე. იმ პრინციპით როგორც ავსენით. იმიტომ რომ ყველაფერი არის ურთიერთდამოკიდებული და თავისთავადი ბუნება არაფერს არ გააჩნია. და მეორე არის რომ რაღაცები არსებობენ და ჩვენ ვიყენებთ რაღაცებს თქვათ მანქანას, სხეულს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ერთი არის საბოლოო გადმოსახედი და მეორე არის რელატიური გადმოსახედი და ეს ორივე თანაბრად მნიშვნელოვანი არის. ასევე, როცა სიცარიელზე ვსაუბრობთ, საჭიროა რომ დავაკვირდეთ რამდენიმე მომენტს. პირველ რიგში, სიცარიელე არ ნიშნავს ნიჰილიზმს. ეს არ ნიშნავს ნიჰილიზმს. ეს არ არის რაღაც შავი ხვრელი, ბნელი, არა. ხო, ეს არ არის რაღაც რომ არაფერს აქვს აზრი აბსოლუტურად სამყაროში. არც იმას ნიშნავს, რომ არაფერი არსებობს და ყველაფერი ტყუილია. ხო? ეს ამას არ ნიშნავს სიცარიელე. ეს სამნიშნულოვანი. ასევე მეორე შეცდომა რაც შეიძლება დავუშვათ, ეს არის რომ მივანიჭოთ ეტერნალური იდეა სიცარიელეს, რომ სიცარიელე არის მარადიული სიცარიელე. მარადიულად არის ცარიელი, თქვათ. ესეც თორე მარადიულობაც ნიშნავს რომ ცარიელი არ არის, მარადიულობა ნიშნავს რომ რაღაცა არის. მესამე მომენტი ზუსტად ეს არის, რომ სიცარიელი არ არის რაღაც. ხო, ინგლისურად it is not a thing. რაღაც არ არის. სიცარიელი არის no thing. არა რაღაცა. არა რამე. ამიტომ თვითონ სიცარიელია, თვითონ სიცარიელეს არ აქვს რაღაცისგან კი არ შედგება თვითონ ეს სიცარიელე. და მეოთხე ეს დეტალები, რომელსაც ახლა ვთვლი ამ 4-ს, ეს არის ნაგარჯუნას ანალიზიდან, სიცარიელის არასწორი გაგების შესაძლებლობები. მეოთხე არის ის, რომ უნდა ვიცოდეთ, რომ სიცარიელე არის დახვეწილი მეთოდი. სიცარიელე, შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც დახვეწილი მეთოდი იმისათვის, რომ გაგვათავისუფლოს. იმისათვის, რომ გაგვათავისუფლოს რაღაც მყარი იდეებისაგან, პრობლემებისაგან, ტანჯვისგან. ანუ აი ეს ასპექტიც აქვს, ხო, ზუსტად ეს ასპექტი აქვს მინიჭებული ბუდიზმში სიცარიელეს, რომ ეს არა მარტო ის, რომ ყველაფერი ესე არის, მაგრამ ამას აქვს გარკვეული მაკურნებელი ძალაც.
და ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მაგალითად, როდესაც ვიღაცაზე ბრაზდები, კონცეპტუალურად მსჯელობ, თუმცა ესეთი მიდგომაც არსებობს. მაგალითად, როცა ვიღაცაზე ბრაზდები, მე შეიძლება გავაანალიზო ამ ადამიანის ნამდვილი ბუნება, რომ ის არის განპირობებული წარმოშობის, რომ მისი სიტყვები არის განპირობებული წარმოშობის, რომ მისი ქმედებები არის განპირობებული წარმოშობის, რომ ეს ადამიანი თვითმყოფადად კი არ არსებობს, არამედ ის არის მისი დედა, მისი მამა, მისი მეგობრები, მისი კულტურა, რელიგია, წაკითხული წიგნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სტრესები, დაღლილობა და ასე შემდეგ, ხო, ბევრი რაღაც და რეალურად მისი მოქმედება, მისი სიტყვები ის კი არ არის, ეს ადამიანი კი არ არის, არამედ არის მთელი რიგი მიზეზ შედეგობრიობის ჯაჭვები. და თუ ესე გავაანალიზებ, ძალა მოაგდება ჩემს სიბრაზეს, მაგალითად. და ასე შემდეგ. ხო. და ასევე ჩვენს მეობაზეც უნდა ითქვას ეს, რომ ჩვენი მესგანცდაც, რომ მე ვარ უცვლელი პერსონაჟი, ასევე არის სიცარიელე სინამდვილეში ეს მე. როცა დავაკვირდებით, რატომ გგონია, რომ მე ვარ, ამის მთავარი მიზეზი ეს არის სხეული და მეორე მთავარი მიზეზი ეს არის გონება და ფიქრები, გონება, ემოციები, ხო, მენტალური ინციდენტები, მენტალური ივენთები, მენტალური პროცესები. ანუ სხეული და ეს მენტალური პროცესები. და ეს სხეულიც არის დამოკიდებული წარმოშობით აღძრული, ის სხვა მიზეზებით არის აღძრული. სანამ ეს მიზეზები ნარჩუნდება არის და როცა აღარ არის ეს მიზეზები ქრება. და ასევე ჩვენი ფიქრებიც და ემოციებიც აღიძვრება რაღაცა მიზეზებით. ხო, რაღაცა წინა ლოგიკური ჯაჭვები აქვს. და სანამ ეს ნარჩუნდება, იქამდე არის და როცა აღარ არის, შემდეგ იშლება. ჩვენც არ გვაქვს ეს თვითმყოფადი ბუნება, თვითმყოფადი არსი. ამიტომ ესეთი არის ჩვენი მესბუნებაც. და ეს ასევე არის ძალიან კარგი. ჩვენ რომ მქონდეს რაღაც ფიქსირებული მე, მაშინ ჩვენ ვერ შევძლებდით განვითარებას, ვერ შევძლებდით ჩვენი აზრების შეცვლას, ვერ შევძლებდით უფრო მეტი სიბრძნის მოპოვებას, მეტი გულის გახსნას, მეტი სიყვარულის მოპოვებას, მეტ შემოქმედებას, ჩვენ რო გქონოდა რაღაც ერთი უცვლელი მე, მაშინ ვიქნებოდით ჩაკეტილი, რეალურად მკვდარი სისტემა და ხო, ნუ არ ვართ ესე, ხო, ფაქტია. ფაქტია, რომ ვიცვლებით, ფაქტია, რომ ყველა დეტალი ჩვენი შესახებ, ჩვენი ფიქრები, ჩვენი სხეულის მუდმივი ცვლილებების ობიექტები არიან. ამიტომ ეს არის, ესე იგი, ესე უნდა გავიგოთ სიცარიელე, რომ სიცარიელე არის დამოკიდებული წარმოშობა. სიცარიელე ნიშნავს დამოკიდებული წარმოშობა. და ეს აღწერა, ეს პრეზენტაცია სიცარიელის, რომელიც ახლა წარმოგიდგენთ, ეს არის მადიამიკა, ხო, მულა მადიამიკა კარიკას და ნაგარჯუნას აზრი არის, ხო? ნაგარჯუნას ლოგიკური მტკიცებულება, რომელსაც იზიარებს ყველა ბუდისტური სამყარო. და, ჩემი აზრით, სხვა ვარიანტიც კი არ არსებობს. ნამდვილად ესეა, ხო? თუ დავკვირდები, თუ შეამოწმებ, სხვანაირად
შეუძლებელია რომ იყოს. და ეს არის ფილოსოფიური პრეზენტაცია, როგორც თქვით, და მეორე ეს არის გამოცდილება. და გამოცდილება, როგორც მედიტაციური გამოცდილება, სიცარიელის და ასე შემდეგ და ეს იმისათვის რომ ეს სიცარიელე იყოს დახვეწილი მეთოდი, არა მარტო რაღაც ფილოსოფიური მსჯელობის საგანი, რომელმაც შეიძლება საბოლოო ჯამში არავის არაფერი მოუტანოს. არამედ ეს უნდა იქცეს პრაქტიკად და ზუსტად ხშირად ესეც არის ხოლმე პრეზენტირებული. რომ მადიამიკა არის უფრო ფილოსოფიური ანალიზის სკოლა, ანალიზის გზა არის და მაჰამუდრა და ძოგჩენი არის გამოცდილების გზა, პირდაპირი განცდის გზა. ასევე ზოგჯერ ამბობენ რომ მადიამიკა შეიძლება ასევე განიცადო ბევრი გაზრების შემდეგაც, მაგრამ ამბობენ რომ ამ შემთხვევაში ეს იქნება ბევრად გრძელი გზა. მაშინ როდესაც ძოგჩენი და მაჰამუდრა პირდაპირ გაყენებს ამ გამოცდილების წინაშე. და ტანტრაც, რომელიც არის ასევე სხვა დახვეწილი მეთოდი, როგორ უნდა განიცადო ეს შუნიატა სიცარიელე. ასე რომ იმედი მაქვს რომ უფრო მეტად დაგაბნიეთ ამ საკითხის გარშემო და იმედი მაქვს რომ უფრო მეტი სიცხადე შემოვიტანე და ეს სწავლება ყველა არსებისთვის იყოს სასიკიდო.